საპატიმროში ყოფნის 9 თვის თავზე რუსთავის ქალთა ციხიდან ელენე ხოშტარია მხარდამჭერებს წერილს უგზავნის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თანამოაზრეებს კონკრეტული თხოვნით მიმართავს. ხოშტარიას სურვილია აქცენტი არა მის გათავისუფლებაზე, არამედ ხელისუფლების დამარცხების გზებზე გაკეთდეს. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რუსთავის ქალთა ციხეში მყოფი ხოშტარია ამბობს, რომ ერთობლივი ძალებით ხელისუფლებას მისთვის შესაბამისი მკურნალობის გაწევას აიძულებენ. ყველას მინდა მოგმართოთ თხოვნით, ყველამ დავივიწყოთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი. ეს აძლევს ბერკეტს ბიძინა ივანიშვილს ჩვენზე მოახდინოს გავლენა და შანტაჟი. მე დასახსნელი არ ვარ. ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან რაშიც გახვეულია. მე ვიქნები თავისუფალი ყველა პატიმართან ერთად ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. არც ერთ ვითარებაში ბიძინაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. თავს გრძნობ ძალიან ძლიერად. აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, ამაზე არ იდარდოთ. კონცენტრირდეთ მთავარზე, რეჟიმის ჩამოშლაზე. უკვე ცნობილია, რომ ელენე ხოშტარია არ გეგმავს სახელმწიფოს რაიმე თხოვნით მიმართოს. ეს პოზიცია მისმა ადვოკატმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა. შოთა თუთფერიძე განმარტავს, რომ რადგან ელენე ხოშტარიას აზრით ხელისუფლება ივანიშვილის გუნდის მიერაა მიტაცებული, რაიმეს თხოვნა მის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ელენე არაპირებს, რომ რაღაცა თხოვნები დაუყენოს დიქტატურას საქართველოში. არაპირებს ამას. ეს დაახლოებით იგივე არის, რომ არ ვიცი, გულაგში გადასახლებულ ქართველ პატიმრებს რომ თხოვნა დაიწერა, რომ აი ცემბერში რო ვარ გადასახლებული, იქნება უმელი მომცეთ რომ გავთქვე, ხო? ანუ ამ პოზიციაში არ ვარ თქვენ ამჟამად. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მზაობას გამოთქვამს სახალხო დამცველი. გავრცელებულ განცხადებაში ლევან იოსელიანი ხას უსვამს, რომ ინფორმაციის მიღებას პატიმარი ხოშტარიას მხრიდან შესაბამისი თანხმობა სჭირდება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მზაობას განვახორციელო მონიტორინგი ელენე ხოშტარიას უფლებების, მათ შორის ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით. მისი თანხმობის შემთხვევაში განხორციელდეს მასთან აპარატის წარმომადგენლების ვიზიტი და მისი სამედიცინო მასალების შესწავლა და შეფასება. ხოლო საზოგადოებას მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ელენე ხოშტარიას სოლიდარობის მიზნით რუსთავის ქალთა ციხესთან დილიდან ქალი პოლიტიკოსების სიმრავლე იყო. სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ადგილზე ერთი კონკრეტული მიზნით ჩავიდნენ. ისინი სახელმწიფოს აფრთხილებენ, რომ თუ არ იქნება ადეკვატური მკურნალობა, მაშინ არსებობს მაღალი საფრთხე იმისა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. თუ დაუყოვნებლივ ელენეს არ ჩაუტარდა დიაგნოსტიკური კვლევები და მას არ დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, ელენე შესაძლოა ამ ციხიდან თავის 4 შვილთან დასაბრუნებლად ეტლით გამოვიდეს. გამოდით ელენესთვის, გამოდით ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებისთვის, გამოდით საქართველოს თავისუფლებისთვის, რომელიც არასოდეს გარუსტება. შვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვისთვის ელენე ხოშტარიასთვის 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ცილდება ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოს. თავისუფლებაზე ყოფნის დროს ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისგებლობას. ბრალდებები, რომლებიც ბოლო 2 დღის განმავლობაში ხოშტარიას დაცვის მხარის მიერ ვრცელდება ქართულ ოცნებას დაუსაბუთებლად მიაჩნია. მმართველ ძალაში ამბობენ, რომ დაწყებული დისკუსია ძალიან ჰგავს იმ კამპანიას, რომელიც თვეების განმავლობაში სააკაშვილის მდგომარეობის გარშემო წარმოებდა. ეს არის სრული აბსურდი, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ სამსახურში. საზოგადოება არ იღებს ესეთ ტყუილს, არ იღებს და ვისგან თან ეს ტყუილებს სააკაშვილი 8ჯერ დაკრძალული უნდა გყავდეს, ეხლა მათ რო უსმენდით, რა ღმერთმა დიდხანს ყოფოს ჯანმრთელად და ბედნიერად და ხედავთ დღეს ესე ვთქვათ მის გამოსვლებს და პოლიტიკურ განცხადებებს. ყველამ თავი უნდა დაანებოს კონკრეტული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებას. ჩვენ ასეთი გვახსოვს წარსულშიც, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე განუკურნებელი დაავადებით იყო დასნებოვნებული და აღმოჩნდა, რომ დიღმის მასებში თბილისში შემოსასვლელში მოახერხეს და რაც ვერ გააკეთა მსოფლიო ჯანდაცვის სისტემამ მოახერხა თურმე ვივა ვედმა და განუკურნებელი მსნეულებები.
ელენე ხოშტარიას ადვოკატის მტკიცებით, ციხის გარემოში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პენტენციური სამსახურის განცხადებით, ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმრავლესობა ციხეში მოხვედრამდე ჰქონდა დადგენილი, ხოლო ამ დაავადებას პერიოდული გამწვავება ახასიათებს. რაც შეეხება მკურნალობას, უწყებაში ამტკიცებენ, რომ პატიმარი უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით.